ქვეყანა მუხრან მაჭავარიანს გლოვობს დილიდან აბაშის ქუჩაზე პოეტის საცხოვრებელ სახლთან ხალხი იკრიბება. მუხრან მაჭავარიანს გუშინ რუსთაველის თეატრში სცენაზე გულის შეტევა დაემართა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. პოეტი 91 წლის იყო. ტელეკამერა მუშაობს დილიდან აბაშის ქუჩაზე, იქ სადაც მუხრან მაჭავარიანის პანაშვიდი მიმდინარეობს, რიკა თუ არის უკვე ცნობილი სად დაკრძალავენ პოეტს. ჯერჯერობით გაურკვეველია სად დაკრძალავენ ცნობილ პოეტს მუხრან მაჭავარიანს. მისი ცხედარი გვიან ღამით მის სახლში გადმოასვენეს აბაშიძის ქუჩაზე. ოჯახის წევრების განმარტებით მათი და ასევე მუხრან მაჭავარიანის მეგობრების, პოეტების და სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების სურვილი არის, რომ მუხრან მაჭავარიანი დაკრძალონ მთაწმინდაზე, თუმცა ამ თემაზე ოჯახთან კონსულტაციები არავის ქონია, ამიტომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც ოჯახის წევრები განმარტავენ, თუ მთაწმინდაზე მუხრან მაჭავარიანის დაკრძალვის გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ მუხრან მაჭავარიანს დაკრძალავენ მის მშობლიურ სოფელში, სადაც მას ყოფნა ძალიან უყვარდა. ის დღე შაბათი დღეა და ადგილი ჯერჯერობით არ მოგვთათ პირებია არა ჯერჯერობით. ნახოთ. რა არის ოჯახის? ოჯახის, მარტო ოჯახის არა, ვინც გუში მოვიდა, ისინი ესე იგი გვეუბნებიან, რომ აუცილებლად თაწმინდაზე უნდა დასაფლავდეს. თუ არა და მაშინ სოფელში თავის ეზოში, სადაც ძალიან უყვარდა იქ.